კულტურის მინისტრი თელავში თეატრს და სამუსიკო სკოლას ესტუმრა. გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენლებმა ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს. მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარმა ბატონის ციხის ტერიტორიაზე ღვინის მუზეუმის მიმდინარე მშენებლობა უკანონოდ შეაფასა. მისივე თქმით, მშენებლობის პროექტი არ არსებობს და შესაბამისად მისი შეჩერება სამინისტრომ არაერთხელ მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. გურამ მუდიშერიასთან ერთად ბატონის ციხის მონახულების დროს აღმოჩნდა, რომ მშენებლობა არ შეჩერებულა. სამუშაოები მიდის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და დაფინანსებით, რაც ერთი მხრივ რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ეს სამუშაოები რახან არ არის სწორად წარმოართული და მათ უშუალო პასუხისმგებელი რა თქმა უნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა და რაღაც დაგვარად კი არა პირდაპირ კულტურისა და ხალხის სამინისტროც, ხო, რომლის ასე ვთქვათ პასუხისმგებლობის არეში შემოდის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ამიტომ ეს განაცხადი რამდენჯერმე გაკეთდა, მაგრამ მეთქობა არ იყო საკმარისი. თანაც მე რამდენჯერაც ვცადე რაღაც ინფორმაციის მოპოვება, მაინც ვერ წარმოვიდგენ, რომ ამდენად სავალალო სურათი იყო სინამდვილეში. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს ბატონიშვილის სასახლესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანიც. ხო, ეხლა ვართ თეატრთან მიმყოფებით. მე პირადად რაღაცები არ მომწონს, ეს ერთია. მაგრამ მაგ სპეციალისტები გვიმტკიცებენ, რომ ბევრი რამ აქაც არის კითხვის ნიშანი და გვინდა რომ ყველაფერი ჰარმონიაში მოექცეს, ისეთ ჰარმონიაში მოექცეს, რისაც თელავი ამაყობს, არა მარტო თელავი, მთელი საქართველო ამაყობს. აი განსაკუთრებით, აი საგანძურია ჩვენი, აი ამ გალავანში მოქცეული და არა მარტო გალავანში და მოკლედ, როცა ჩავალთ, შესაბამის დასკვნებს გავაკეთებთ, ყველაფერს გაიგებთ ამის შესახებ, ხო და გავაგრძელებთ კიდევ მოგზაურობას დღეს.